აჭარაში შესაძლოა მალე ფერმერული კოოპერატივების შეიქმნას ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. დღის მეურნეობის მფლობელებს აქ გაეროსა და აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მეთხილეობის დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, მთავარ პრობლემას დღეს მოწეული პროდუქტის გასაღება წარმოადგენს. მათი თქმით, პრობლემაა რეალიზაციის ფასიც. აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები თავის მხრივ ფერმერებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე და ფერმერული კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. დღევანდელ შეხვედრას ორგანიზება აგროსერვის ცენტრმა UNDP-ის პროგრამის აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ფარგლებში გაუწია. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა დარგში მოღვაწე ფერმერებთანაც გაიმართება. კოოპერატიული მეურნეობის გაერთიანებასთან დაკავშირებით გარის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხვდებით ფერმერებს, ეცნობთ მათ პრობლემებს, თუ რა აქვთ და რა სჭირდება ჩვენი დახმარება, ვუწევთ კონსულტირებას, რომ გაერთიანდნენ, გააკეთონ კოოპერატივი და ისინი თუ ამ კოოპერატივს ჩამოყალიბებენ, ჩვენს მხრიდან იქნება ხელშეწყობა დანადგარების კუთხით შეძენაში, შემდგომ შეფუთვაში, რეალიზაციის საკითხების დახმარებაში, თუმცა ეს შეხვედრა ნაყოფიერი იყო და გრძელდება მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეხვდით ხილის მწარმოებლებს და დაგეგმილია კიდევ სხვა ფერმერებთანაც შეხვედრა. ვიჭრს აი ამ ხილის რეალიზაცია. ძალიან დაბალი ფასები. 2.90 ამ წუთში, როდესაც სხვა ქვეყნებში 5-600-700-თან თანასწორდება. თქონდა სწორედ იმისა, რომ აი ამ ხალხს მის ამ წუთს ვამუშავებთ. როგორც იმ ყურადღებას ვიღაც ერთ პიროვნება დამჟარე და ვიძა გაუხადება რა ფას იმ ფას დაადგამს ზედ. ეს არა ხო მასეთი კარგი. მე ჩვენ ამას მithხოვთ, რომ იყოს ერთიანი ფასი.